ვართ Barcelonas მაღაზიაში, რომელიც არის პირველი მაღაზია ოფიციალური ესპანეთის გარეთ და პირველი მაღაზია გაიხსნა თბილისში, რაც ძალიან საინტერესო ფაქტია თავისი არსით. პირველ რიგში მინდა გითხო, თუ როგორ მოხერხდა ეს რა ტიპის მოლაპარაკებები უძღვოდა წინ ამ პროცესს და როგორ გამოვიდა ისე, რომ Barcelonas პირველი ოფიციალური მაღაზია, რომელიც გაიხსნა ესპანეთის გარეთ, გაიხსნა საქართველოში, თბილისში. მოლაპარაკებები ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ 2022 წლის თებერვალში. იდეა იმას შემდეგ რაც გაჩნდა იდეა, პირველივე ნაბიჯები ძალიან რთული იყო, გამომდინარე იქიდან რომ არ ქონდა პრეცედენტი, თვითონ კლუბი ჯერ არ იყო მზად ამისთვის. იყო იდეები თავის მხრიდანაც რომ უნდათ, მაგრამ აი ყოველთვის იყო რაღაცა პრობლემა, რატო თავს იკავებდნენ. ამ 3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საწყისი ეტაპი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ადამიანებს ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობები, რამდენად შეგვეძლო თავი გაგვერთვია ამ ყველაფრისთვის ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, ჯერ მემორანდუმზეც არ ქონდა ხელი მოწერილი, რამდენჯერმე ჩამოვიდნენ აქ, ჩვენ ჩავედით, დიდი კვლევები გავაკეთეთ. ანუ ძალიან ვეცადეთ, რომ წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყანა მათთვის საინტერესოდ. განსაკუთრებით გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიულად არ გვიწყობს ხელს, ახლოს არა ვართ, ფრენას ყოველთვის გადაჯდომა არის, პირდაპირ ფრენები არა გვაქვს. მაინც ისე აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ დავაინტერესეთ, ამ ინტერესის ფონზე უკვე დანარჩენი სამუშაოები გავწიეთ და 3 წლის თავზე, მიყოფებით ასეთ შეშანიშნავ ადგილას. კვლევები ახსენე ძალიან საინტერესოა თუ რა ტიპის კვლევები და დაკვირვებები ჩატარდა საქართველოს ბაზარზე, მაგალითად თუ შეისწავლეთ თუ რა რაოდენობის გულშემატკივრები ყავს Barcelonas საქართველოში და ასევე თუ შეგვიძლია მაგალითად რიცხვები მოვიყვანოთ ან შევადაროთ წილობრივად საქართველოში Barcelonas გულშემატკივრები პირობითად სხვა კლუბებს ან სხვა ქვეყნებში Barcelonas გულშემატკივრებს. ანუ მაინტერესებს რატომ შეირჩა მაინც და მაინც საქართველო. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავთვალეთ ყველა ის ადამიანი, ასე ვთქვათ, გამოვიკითხეთ ფეხბურთის ფანები, თქვენ ეხლა განსაკუთრებით ძალიან აქტიურად არის ჩვენთან ფეხბურთი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მანამდეც ჩვენი კვლევები დაფუძნებული იყოს საერთოდ ყველა კლუბი გავაკითხეთ, ანუ ვის როგორ რანაირად და 60% Barcelonas და Madrid-ზე ნაწილდებოდა. Barcelonas ყოველი მაღაზია ძირითადად მაინც ტურისტებზე არის გათვლილი, ტურისტები უფრო მეტი არის ყიდველები თვითონ ესპანეთში. გამომდინარე იქიდან რომ სხვაგან არსად არ აქვს, მაგალითად პირველი ჩვენ ვართ, თვითონაც არ იცოდნენ რა მოხდებოდა და ბაზარი როგორ მიიღებს ამას, მაგრამ საბოლოოდ გამომდინარე იქედანაც რომ ჩვენთან ტურისტული ნაკადი ძალიან დიდი არის, შესაბამისად ძალიან დიდი ინტერესიც არის და განსაკუთრებით წარმოიდგინეთ თვითონ Barcelonasთვის მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო ბრენდი არის და მილიონი ფოლოვერები ყავს, მილიონი ადამიანი იცავს, ძალიან ცნობადი არის, არ ქონდათ გამოცდილება, ასე ვთქვათ, ქვეყნის გარეთ გასვლის და ამ ასე ვთქვათ, მენეჯმენტისაც ძალიან მისაღები იყო ჩვენი კანდიდატურა, ძალიან კომფორტულად არიან, ჩვენი მუშაობის მანერა ძალიან მოეწონათ და შესაბამისად, მოვედით აქამდე. რა არის კონცეფცია, რომელსაც ამ მაღაზიაში ხვდებით, რა ტიპის ნივთები იყიდება და საერთოდაც რა არის მთავარი ხიბლი ამ მაღაზიის და რა დახვდება ადამიანს, რომელიც აქ მოვა ნივთების საყიდლად, რა ტიპის მაისურები, სათამაშოები თუ სხვა ნივთები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კონცეფცია შემუშავებულა თვითონ Barcelonaში, ესე თავიანთი იდეა, თავიანთი ასე ვთქვათ დიზაინი არის, ოღონდ შემდეგ უკვე მორგებული არის, ასე ვთქვათ, ქართულ რეალობას. ზუსტად წეგან ვახსენე, რომ ჩამოსულები იყვნენ რამდენჯერმე თავის ასე ვთქვათ არქიტექტურის დეპარტამენტი, რომ შეესწავლათ თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა იქნებოდა ასე ვთქვათ მისაღები, რომ მოერგოთ გარემოსთვის ამ ადგილას თუ თქვენ გახსოვთ, ძალიან განსხვავებული იყო გარე და ფასადიც, რაც ჩვენ ვეცადეთ დავაბრუნებინა თავიანთ პირველ იერს, როცა ძველი თბილისისას და ეხლა ხედავთ რა ლამაზად არის გარე ფასადი გაკეთებული. ესეც იყო ერთ-ერთი Barcelonas იდეა, რომ ჩვენ ყოფილიყავით, ასე ვთქვათ, შერწყმული გარემოსთან. თავარი არის ჩვენთვის ეს ფორმები, სპორტული ინვენტარი, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი არის Barcelona ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს ეგრეთ წოდებულ streetwear-ზე, თქვენ ნახავთ ჩვენთან ის ყოველდღიურ ქურთუკებს, მაისურებს, ასე შემდეგ, რაც საერთოდ არ არის საჭირო რომ იყო თუნდაც რაღაც სპორტის გულშემატკივარი, უბრალოდ მოდა არის და შესაბამისად ამ მოდაზე ძალიან ზრუნავენ. რაც შეეხება ფასების პოლიტიკას, გამომდინარე იქიდან ჩვენ გლობალური ბრენდი ვართ და გლობალურად ვარ წარმოდგენილი. ვეცადეთ ყველანაირად რაღაცეებში სადაც შეგვეძლო რომ ქართულ ბაზარს მოვგებოდეთ, ძირითადად ყველაფერი მაინც Barcelona-დან მოდის და იმათ კრიტერიუმებზე ვართ
დამჯდარი, ასე ვთქვათ. ბარსელონასთან თქვენი პარტნიორობა შემოიფარგლება მხოლოდ ამ მაღაზიით თუ გეგმავთ სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებას, როგორც ეს მაგალითად ხდება თავად ბარსელონაში ან სხვა ქალაქებში, სადაც ბარსელონას ოფიციალური მაღაზია არის გახსნილი. დიახ, კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, კოლაბორაცია გვაქვს დაგეგმილი. თქვენ იცით, რომ 16 მაისს იმართება ლეგენდების მატჩი, ესეც ბარსელონას ფანებისთვის და არა მხოლოდ ბარსელონას მთლიანი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამის გარდა ვაპირებთ ბევრი კოლაბორაციები, საინტერესო, ასე ვთქვათ, გათამაშებები და წინ ძალიან ბევრი სურპრიზები არის ჩვენს მომხმარებელს. რას გეგმავთ სამომავლოდ? ეს იქნება ერთი მაღაზია თბილისში თუ გეგმავთ საქართველოს სხვა ქალაქებში და მათ შორის რეგიონში გაფართოებას? რეგიონში გეგმავთ ერთი ლოკაცია არის, რომელიც სამწუხაროდ ახლა ვერ ვასაჯაროებთ, მაგრამ ჩვენ თვითონ ჯგუფს გვაქვს დაახლოებით 6 მაღაზიის გახსნა შემდეგი 1 წლის განმავლობაში, რაც თვითონ ბარსელონასთვის უკვე შეთანხმებული გვაქვს, რადგან გამომდინარე იქედან, რომ ეს გრძელვადიანი პარტნიორობა აქვს სურდა, თავიდანვე ჩავაყენთ საქმის კურსში, რას თვლიდით, სად გვინდოდა შემდეგი ნაბიჯები გაგვეკეთებინა და რა თქმა უნდა, იმათვისაც მისაღები უნდა ყოფილიყო. ამიტომ ეს იქნება უახლოესი წლის განმავლობაში ეს სიახლეების, ასე ვთქვათ, და ახალი ლოკაციები. დავით, მადლობა, წარმატებები ბარსელონას ოფიციალურ მაღაზიას საქართველოში.